მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მოდი დღეს გადავიღოთ რა შევიძინე პოლონეთში 372 ზლოტად და 60 გროშად. დავიწყოთ, თან მოყვა 35 ზლოტიანი ვაუჩერი, ჩვეულებრივად ამის გამოყენება შეიძლება 25-დან 27 რიცხვამდე. დავიწყოთ. ვანილი არის 5 ცალი, ასევე გამოფხვიერებელი. 12 ცალი საფუარი ვიყიდე. ასევე სუნელები, ხორცის, ფარშის, ოხრახუში, ნიორი და ოხრახუში. ეს არის სუნელები. სამი პაჭკა გრეჩხა. ასევე კიდევ ერთი სუნელი, ფისტა. 2 ესეთი მაკარონი. 2 ესეთი მაკარონი. ერთი ცალი გარჩეული მზესუმზირა. ლორი ვიყიდე, რომ ლობიანები გავაკეთოთ ლორით. 2 პაჭკა შაქარი. 2 ცალი არაჟანი. 2 ცალი ბრინჯი. ასევე 8 ცალი ფქვილი. გავაგრძელოთ კიტრი. ყავა ვიყიდე XXL-ია. ეს ყავა ზოგადად ძალიან მომწონს. ასევე 2 ცალი ზეთი. 1 ცალი სალათის ფოთოლი. ქართმის ბარკლის გადანახსნელი ვიყიდე 2 კილოა 17 ზლოტად. 2 ცალი სოკო 250 გრამი. თითო ღირდა 3 ზლოტი. არც კი სადღაც ეს. ასევე პომიდორი. ორი ცალი სოსისი. და დავაჭიოთ. ესეთი პეჩენი ერთი. ესეთი პეჩენია მეორე. ზოგადად ვთილობ შოკოლადები არ ვიყიდავ, ბავშვებს არ მინდა. ასევე 2 ცალი აი ესეთი დიდი ხელსახოცი, სადმე უნდა დავდო. აი ესე. 2 ცალი ესეთი პარაშოკი. ფოტოშორის, არა, ცუდი პარაშოკი. თან დამარბილებელს ხმარობ და ძალიან კაია ეს ორივე ერთად. ძვირად არ ვიყიდით, ყველა რეალს ძალიან ძვირია. აი ესეთი. 2 ცალი. და მე მგონი всё. 2 ცალი ცელოფანი ვიყიდე კიდევ, თითო ღირდა 80 გროში. ამ ყველაფერში გადავიხადე 372 ზლოტი და 60 გროში. თან მოყვა 35 ზლოტიანი ვაუჩერი. დამიწერეთ კომენტარებში, როგორი ფასებია და საქართველოში ვიყიდიდი თუ არა აი ამდენ რამეს. ესე ფასად. აი ესე. აქ ხორცძარი. თუ მოგწონთ ესეთი სახის ვიდეოები, დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ. გააზიარეთ ჩემი ვიდეოები, თქვენთვის რთული არ არის და ჩემი არხის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სუახლო მომავალში შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელ რეცეპტებს. დროებით მომავალ შეხვედრამდე.